ამ დრომდე პატიმრობაში რჩება საჩხერის ორი მკვიდრი ახლობლების ინფორმაციით თორნიკე რიკაძე და გიორგი შუბითიძე ცხინვალის იზოლატორში იმყოფებიან. სოფელ ხვანის მცხოვრებლები რუსმა სამხედროებმა ეგრეთ წოდებული საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით აიყვანეს. დაკავებულთა გასათავისუფლებად მოლაპარაკებები დაწყებულია. თორნიკე ხურციძე ჩაგორთვება ახლა საჩხერიდან. პირდაპირ ეთერში თორნიკე, თუ არის რაიმე ახალი ინფორმაცია დაკავებულებთან დაკავშირებით? თამთა ჯერჯერობით დაკავებულების შესახებ ახალი ინფორმაცია არ ვრცელდება 21 წლის ახალგაზრდების გათავისუფლებას კი მშობლები უკვე მეორე დღეა უშედეგოდ ელოდებიან. თორნიკე რიკაძე და გიორგი შუბითიძე რუსმა მესაზღვრეებმა ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე სამხრეთ ოსეთის საზღვართან საოკუპაციო ხაზის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით მაშინ დააკავეს, როდესაც ახალგაზრდები ტყეში ჯონჯოლს მოიპოვებდნენ. დაკავებულები გუშინ საღამოსზე დაუკავშირდნენ ოჯახის წევრებს და აცნობეს, რომ თავს კარგად გრძნობენ. საჩხერის რაიონის სოფელ ხვანში მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობა კი ქართველების დაკავების გახშირებულ ფაქტებზე საუბრობენ და ამბობენ, რომ რუსი მესაზღვრეები ხშირ შემთხვევაში უკანონოდ სწორედ თავად კვეთენ საზღვარს და ქართველებს საქართველოს ტერიტორიაზე აკავებენ. საათი იყო და ნოვანო საღამოზე ხვალე და არიჯავრო რა მდგომარეობაში ვარო, რა გითხრათ? კარგად მეკცევია? არაფერი არ ვთქვია, გათიშაის ხალხი რო იყვნენ. დარეკეს მართლა არ ვიცი რა ხდებოდა. მე ახლა მოვედი და წასული იყო ბიზნესში და წაუღო პირადობები, ვინ დაურეკა, რა დაურეკა, პროსტა საბუთები მოითხოვეს და ჩაუტანეს და ვის მისცეს არ ვიცი საბუთები, ვის გადასცეს. ისე ველოდებით იმედია, რომ დღეს გამოუშვებენ. სულ ყოველთვის ხდება ასე, რა კომპლექტის შემდეგ ყოველთვის ხდება ასე. შაშანაც მოხდა, იმის წინაც მოხდა, ისა. ახლა უფრო გართულდა, იმიტომ რომ მასიურად ამოდიან იარაღები. ბოლო 3 დღის განმავლობაში რუსი მესაზღვრეების მხრიდან ქართველების დაკავების ეს უკვე მეორე შემთხვევაა. 3 დღის წინ სოფელ კორბოულის მკვიდრი 6 მოქალაქე იქნა დაკავებული დედა 3 მცირეწლოვან შვილთან და ასევე მცირეწლოვან 2 მეზობელთან ერთად. მცირეწლოვანები იმავე საღამოსვე გაათავისუფლეს, ჯერჯერობით კი უცნობია თუ რამდენი ქართველი პატიმარი რჩება ცხინვალის იზოლატორში. საჩხერის მცხოვრებთა დაკავების შესახებ თორნიკე ხურციძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში.